ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მრავალსახიანი ნეირომეცნიერება ივანე ბერიტაშვილის 140 წელი გაიხსნა. Სამდღიანი ღონისძიება განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში იმართება. სალომე შანშიაშვილის სიუჟეტი. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად შეიკრიბნენ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ნეირომეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს ეძღვნება, მკვლევრებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს აერთიანებს. ჩვენ გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, რომ კომუნიკაცია გქონდეს ერთმანეთთან, გავზიაროთ ერთმანეთს ჩვენი კვლევის შედეგები და ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენ შემდგომ წარმატებაზე. კონფერენცია ახალგაზრდა მეცნიერებს აძლევს უფროსი თაობის კოლეგებთან ინტერაქციის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას. ამ დღეების განმავლობაში ინტელექტუალური იდეების გაცვლისთვის კარგი გარემო გვექნება. ივანე ბერიტაშვილი იყო საოცარი პიროვნება, რომელსაც წინასწარ განშორდა ბევრი რამ თანამედროვე მეცნიერების განვითარების ტენდენციები, ჩვენ ვანახოთ ჩვენი დღევანდელი მიღწევები, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. კონფერენციაზე მრავალსახიანი ნეირომეცნიერება ივანე ბერიტაშვილის 140 წელი მოისმენენ ქართველი და უცხოელი მეცნიერების 40-მდე მოხსენებას. ღონისძიების მიზანია ნეირობიოლოგიის სხვადასხვა მიმართულების ინტეგრაცია, ინტერდისციპლინური დიალოგის გაღრმავება და სამეცნიერო ქსელების განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ამ კონფერენციაში უკვე მეხუთედ მონაწილეობ, რაც ჩემთვის დიდი პატივი და ძალიან მაღალი დონის მეცნიერებთან, ჩემს მეგობრებთან შეხვედრის შესაძლებლობა. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა კონფერენციაში მონაწილეობის და თბილისში ყოფნის შესაძლებლობა. ღონისძიებაზე ნეირობიოლოგიის ძალიან საინტერესო თემებია წარმოდგენილი. სამდღიან კონფერენციაზე წარმოადგენენ მოლეკულურ ნეირომეცნიერებას, ნეიროპლასტიურობას, ტვინის დარღვევებს, ნეიროფარმაკოლოგიასა და დარგის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს. ცენტრის ხელმძღვანელობამ არაჩვეულებრივი საქმე გააკეთა, რომ ასეთი უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენცია მოიწია. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით 14 ივნისის ჩათვლით გაიმართება.